გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს ხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 6 საკითხი განიხილეს და განსახილველად შესაბამის კომისიებს გადაუგზავნეს. საკითხებს შორის იყო გორის მერის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის საქმის წარმოების განყოფილების და ანაფერაძის სახელობის სამხატვრო სკოლის ანგარიშები, ასევე ხელოვნური უსწორმასწორობების განთავსებისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის საკითხები. დღეს გვაქვს 6 საკითხი, აქედან ერთი არის ბიუჯეტში ცვლილებები არის შემოსულების საფუძველზე და ამასთანავე გვაქვს 3 ანგარიში და გზებზე სხვადასხვა ლოკაციაზე სიჩქარის შემანელებლების კამპანა და ეს არის 2 ეს არის და ერთგან ნიშნის განთავსება. შემოვიდა აღმასრულებლისგან 6 საკითხი. საკითხები რა თქმა უნდა გადაეცათ შესაბამის კომისიებს განსახილველად. კომისიების შემდეგ უკვე კომისიის ხდომებზე იმსჯელებენ აღნიშნულ საკითხებზე, შესაბამისად დაიდება დასკვნები ან უარყოფითი ან დადებითი, შემდეგ უკვე ეს საკითხები გავა საკრებულოს ხდომაზე, რომელიც გაიმართება უკვე ივლისის თვეში და შესაბამისად საკრებულოს წევრები იმსჯელებენ ამ საკითხების დადებითად ან არ დადებითად გადაწყვეტაზე.